სოფლის მეურნეობის ისტორიაში არაერთი გამორჩეული ხარი გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩევა ერთი ჯიში, რომელიც ძალით და მასით მთელ სოფლიოშია ცნობილი. ეს არის ჩინიანას ჯიში. ჩინიანა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ძლიერ ხარად, ადამიანის მიერ მოშინაურებულ ცხოველებს შორის. ისტორიული ჩანაწერები აღწერენ ინდივიდებს, რომლებიც 1,8-დან 2 ტონასაც კი უახლოვდებოდნენ. მათი განსაკუთრებული ძალა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა მძიმე სამუშაოებისთვის. მიწის დამუშავებიდან მძიმე ურმების თრევამდე. ამ ხარებს ახასიათებდათ მტკიცე აგებულება, გრძელი ფეხები, ძლიერი კუნთები და საოცარი გამძლეობა. ბევრ რეგიონში ამბობდნენ, რომ ერთი ასეთი ხარი 3-დან 4 ჩვეულებრივი ხარის სამუშაოს აკეთებდა. დღეს ჩინიანა იშვიათად გამოიყენება სამუშაო ძალად, მაგრამ მისი გენეტიკა კვლავ ფასდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მასიური. ასეთი ისტორიები გვახსენებს, როგორი მნიშვნელოვანი იყო ძლიერი ხარები ადამიანის განვითარებაში საუკუნეების განმავლობაში. მაშინ, როცა ტექნიკა ჯერ არ არსებობდა და სოფლის მეურნეობა მთლიანად ცხოველების ძალაზე იყო დამოკიდებული.